ბევრი ცხოვრება ამ ქვეყნიური განკებულებით არ არის, ადამიანის შექმნილი წესდება ცხოვრების არ არის, არის ღვთისდადადგმული ცხოვრების წესი. უწესება ადამიანის პირველთა კითხები, რა ისათვის მოსულხარ ძმა, შენეუბნები სულს განვაშორო ამ სოფლისაგან. ეს განშორება კი ხდება ფიზიკურად ადამიანის ახლა ამ სოფლიდან, მაგრამ თვითონ საკუთარი თავის დატოვება, ცხოვრების ეროვნული წესჩვენებების დატოვება, ერთ ცხოვრება სრულად უნდა შეიცვალოს, სახელიც კი ეცვლება ადამიანს. სამყარო შეიძლება დატოვო, ისე რომ არ გაგიჭირდეს. აი საკუთარი თავის დატოვება ძალიან ძნელი ხდება. ამ დიდ ბრძოლასთან არის დაკავშირებული ძალიან დიდ დაავადება. ამ ქვეყნიური ძალებით ვერაფერს ვერ გააკეთებ, ამიტომ ვერა არის აი ვაჟკაცობის ბრძოლის გზა. აი ამ ბრძოლის ვერსია ძალიან ძნელი გამარჯვება და შენი ძალებით ვერაფერს ვერ გააკეთებ ადამიანს. დავითი ამბობს, მე მარტო ვარ და არა კაცი. თვითონ ყოველი შემძლე მეფე. და ძალაუნებრივად ხვდები ღმერთის აუცილებლობას მისთან კავშირში. და ამიტომაც ტოვებს ადამიანი ყველაფერს და მიდის და იწყებს აი ამ ცხოვრების წესი ცხოვრებას, რომ ერთობაში იყოს ღმერთთან, დიდ ძალასთან, დიდ სიყვარულთან. აი მადლობა უმეც მოხდი ამ ცხოვრების წესში. საერთოდ პროფესიით მეზღვაური ვარ. ხოდა, როცა მოვდიოდი ჯუმათის მონასტერში, სახლიდან რომ გამოვედი, მამას უწყარი გემზე მივდივართ და ძალიან გავუხარდა მამას, დამლოცა ყველაფერი და შემდეგ აბაჩა მაცენა აქ ყველაფერი და ბიძა გარდამეცვალა ოზურგეთში და ჩავედი ოზურგეთში ყველაფერი. ხოდა მოვიდა მამა და დამინახა ძალიან გაუგვირდა რა, არ მოელოდა და საერთოდ ეკლესიაში დამყავს ეკლესიური. ხოდა იმიდან მოვედი და ჯუმათის მონასტერში მამა ანდრიადან აუმოჩდი აქ რა. წამოვყევი მამა ანდრიას ჩიხეთის მონასტრის წინამძღვარი არის და იმიდან გავიგე ჯუმათის მონასტერი რა. ახლა ამ ადგილ მდებარეობს რო კაცი შეხედავს, არ შეიძლება რომ გამციფრებული და გაუცებული არ დარჩეს რა საერთოდ რა. ხოდა მამა ძალიან განაწყენდა და ძალიან განრისხდა რა იმ მომენტში რა. იყო განრისხებული, მაგრამ მე ნელაწყენ ამას გადაუვარა და დამშვიდა უფრო დაწყნდა, მაგრამ რა ისე იმ დონეზე არ არის, მაინც დაწყნებული ადამიანმა თუ არის რომ ახლა ეს უხარია უკვე და სიხარულით არის ყველაფერი. აი ეს მერტი დიდი და მოწყალე არის, დამშვიდება, დაწყნდება ნელ-ნელა ყველაფერი და დამშვიდება. ანუ უცხო გახდა რა ამ დროში ახლა ცხოვრების წესის განგება, ცხოვრების მიღება. თუ კი ერთადერთი ამასაც შეადარებ ადამიანი რა ამ ცხოვრების ეს არის ნორმალი რა, ნორმალი რომელიც დგას გადანია ცეცხლში, გადანია წინახად.
ყველაფერი წარმავალია ამ ქვეყანაზე. არანაირი საუნჯე და ოქრო არ არსებობს რა. ყველაფერი დავა ამ ქვეყნიდან მოგვიწევს საუნჯი არის, რასაც შემდეგ გამოგვადგება და ეგეთ გზაზე დასასრულდა. მოვიარე ქვეყნები ყველაფერი ნახა, მაგრამ აქ ჩემმა გერმა აქ ჩაუშვა ხუზი. მონასტერში, ჯუმათის მონასტერში ჩაუშვა ხუზი. და დავემბერე ჩემი სავანი და ჩემი. იქნება და ცხოვრება, ვილოცება. ახლობლების დერების როცაზე დგას ეს მსოფლიო საერთოდ. სანამ დივერსები და მსოფლიოც იქნება და როცა დერები და მონაზვნები აღარ იქნებიან მაშინ. არც ეს ქვეყანა აღარ იქნება და აღარ იარსებებს. რას უნდა განიცდის ეს ადამიანები, თქვენ აკვეთისი. ეს შენი გარდაცვალება არის როგორც უფრო მოახლოებული არის და ხელახლა დაიბადები. აი ერთგვარი შიში არის რაღაც განცდა არის. მაგრამ უფალი გადაგვალახებს ყველაფერს ამ განცდას. უშუალოდ აკვეცა ალბათ თქვენ ახევრის წინ გადაწყდა უწმდესი სლოცა კურთხევით თქვენი მეუფის სლოცა კურთხევით თვითონ დღევანდელი დღეს აკვეცა ორი დღეს ადრე გავუწევთ ალბათ ნელი გზა არის ბორობამდე დასავლელი მაგრამ ყველაფერს უფალი შეგაძლევია ბორობა რა ლოცა და შრომა თანდავლობა და მორჩილების გარეშე არაფერი არ გამოდა არაფერსაც ვერ მივახცე როგორც გემის გარეშე ვერ გადაავლეს ყავდა ვერ შეყარ ნავთაუდებში ისე დერი თანდავლების და ლოცვის გარეშე ვერ მოხდება სასუფეველში უფალი ამბობს რომ მიგეჩათ თქვენ და არა თქვენ მე უფალი მაგრამ გამომიჩია მადლობა სამის ყველაფრისათვის სასუთა მორჩილების ხანამ ძალიან სწრაფად და მალე გაიარა რა თქმა უნდა წინააღმდეგობები ყველაფერი მაგრამ მეტნა გადაგვალახია ესენი ყველაფერი შეგვეძლებინა მადლობა უფალს ყველაფრისათვის მადლობა დედაღვთაშობის ყველაფრისათვის მოგითხრათ რომ დიდი მოწმეობა რაღაც ყველა ახლა ჩვენთან აი ვარ მოწმეობა და იძახი ქრისტიანი ვარ გასულ არა ამას უნდა საქმე განკიცება ხო როცა იძახი ადამიანი ქრისტიანი ვარ მან უნდა განაკეთოს საქმე უნდა ვთქვა ის კნას რა ქვია აჩვენოს რომ ნამდვილად არის ქრისტიანი და აი მაშინ ნამდვილად ვიფიქრები იმაზე რომ აი მოდი დავუშვათ დაბლება და დრო და ჟამი და აღუგეთებები ბერა 91 წელში მიწისძვრა იყო, ხო? და ამ დროს მუშაობდი რუსეთში, იქ უმაღლეს სასწავლებელი დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი და იქ განაწილებით მუშაობდი და ტელევიზიით რო შევიტყვე რომ მიწისძვრა იყო საქართველოში და არ ვიცოდი მსხვერპლი დიდი იყო, რა იყო, რა ვიცი, ისეთი შეგრძნება დამოუკრა რომ სიმხატველი გზელი ხელა ქალაქში, კალინინში ვიყავ ახლა ტვერია და ვფიქრე საწავიდე ის თხოვეშველა და ეკლესიაში ვიდედი. და მე იქ დავჭირებულ ახლა უკვე გავხდი მრევლი იქ რუსეთში წმინდა კათოლიკის სახელობის ეკლესიაში. აქედან დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ ეკლესიური ცხოვრება. მე 91 წელს ჩამოვედი აქ ზურგეთში და წმინდა კათოლიკესა და ილიტას სახელობის ეკლესიაში დავიწყე სიარული. იქ ვიყავ მე დავითნეთ. მამამათი 99 წელს დაგადგინა მე დავითნეთ და აი 99 წლიდან დღემდე მე დავითნეო. იქაც მე დავითნეოდი და აქაც მე დავითნეოდი და მოხუცი მშობლები მიყავს და დაამყავს სახში. ხო პირველად კი გავუჭირდა თარაფე მე ახლა ცოტა ჯიდოღლანდი ვარ მე და ვიტყვი იმას არ გადავუხვე ხო აი შეგვეულია ამას შემშობლები რა იცის რომ ვიტყვი ნამდვილად შევაკეთე ღვთის შეწყვეტ იმას რაც სულდა შონა ისე არაფერი არც ესეთი წინააღმდეგი არ ყოფილა თრამინები ატოვებდა და ხანდახან სახში მოდიოდა იღავ სადაც გაიხარდება განცდა ხო ვიტყვი რაღაც ისეთი განსაკუთრებული ვერ გვეტყვი აი ცოტა დაძაბული კი ვარ დაძაბული რანაირად ხა რაღაც შიშის გრძნობა მაქვს იმედია რომ რა ვიცი ახლა
ეს ძალიან რთული გზაა. აბედენ მაგრამ შეძენით ყველაფერი გადაგიქნება. მოგონებთ. ჩვენ გზაზე დამართ. თუნდაც აღკვეცის რიტუალი ესეთი საოცარი მდგომარეობაა თვითონ რა ადამიანი იბადება თქვენ თვალწინ რომელიც იმ წუთში თქვენ თვალწინმა გარდაიცვალა და შეიცვალა და აი ახალი იბადება რიტუალის უჩვენეს პირდაპირ ამას იბადება ნამდვილი ახალი ადამიანი სრულიად სხვა სახელი სხვა მდგომარეობით სხვა ხოვრების წესი სანამ იქამდე მივა უკვე სანამ საუბრება, იქ უფალი ესაუბრება მას თვითონ ის აღკვეცი არის უფალი იქ იმ დროს უფალს განასახიერებს იქ პირდაპირ წერია იცოდეო რომ აქ უფალი დგასო და ის გელაპარაკება მე სულ მეშინოდა რომ რა ვიცი რომ არ მიიღოს უფალმა მეთქი თვითონ უფლის მოწყალება იყო ეს ყველაფერი თვითონ რა ვიცი თვითონ ის ასაზგზნობს იქ ადამიანი მაგაზე აზრიც არა აქ ლაპარაკს ხა იმიტომ ვერ გამოცემია წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი უნდა გადაიცვალო და დაიბადოს. სასწაულია რა ვიცი, ამაზე დიდი და ამაზე კარგი არ არსებობს. განახვენ გულისა, ჩემი საყოვნი ძმაო და ისმინე ხმაუხლისა. რა ისართვის მოსულხა, ძმაო, შევდომ წმინდა საამა. სპერტმის შესაძლებლობასა და წმინდა თანამდებობთა, მედიტაციით ის იქნებია ანგელოზებული საამის
საფესა და წესა გუნდთა მონაზონთასა ერთისა ძალისა და მემსით გონებითა შენითა მოხვალ წინაშე უფლისა ერთისა ძალისა მოხვალ ანუ თუ ჭირისა რომ ის საგანმე დინა ძალითა იქნია არა დააგრებია მონასტერსა განუშვებელად ვიდრე უკანასკნელ და აღმოჩნამდე ერთისა ძალისა მოხვალ დაიცავა ქალყულებასა შენსა ყოვლითა გონიერებითა და სასულებითა ერთისა ძალისა მოხვალ ცხოვრებასა შინა შენსა ვიდრე სიკვდილამდე ყოფან მორჩილებასა უფროსისასა ყოველსა ქრისტეს მიერ ძმათასა ერთისა ძალისა მოხვალ დაითმენა ყოველსა ძვირის ხილვასა იწროებასა ბოროტთა მიერ აღძულსა მსაკურებასა სასუფევლისათვის ცათასა ერთისა ძალისა მოხვალ იხილე შვირო რომელსა აღთქმასა აღუთქვა მეუფესა ქრისტესა რამე თუ ანგელოს არხამ მდგომარი არიან უხილავად და აღწერებასა ამის შეისედა ხნება მირებად და დადებად კარგი ერებით მეორე მოსვლასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ნურაისა შენი ელისბარი და იოსები გამშორებული ყოველსა თვისთაგანთა და მიიღე და მომეწმე 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 ახლა ესე რა ხელი საგან ქრისტესა მიიღებანა დაიხილე და იგზალე თუ ძმარი ესე ჩვენი ელისბარი მოიყვეს ძმასა თავისათვის ისა სახელითა მამისათა ამინ და ძისათა ამინ და სულისა წმინდისათა ამინ აც დამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ სნაიესე ჩვენი იოსები მოიკვეს მასა თავისათვის ისესა სახელითა მამისათა ამინ და ძისათა ამინ და სულისა წმინდისათა ამინ არც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ თქვა ამისთვის და სულისა წმინდისათა თქვა ამისთვის ნაიესე ჩვენი ელისბარი შეიყვან ძალსა ჭეშმარიტებისა მოსაწყინებლად ხორცსა და განსახლებლად სულისა ნაიესე იოსები შეიყვან ძალსა ჭეშმარიტებისა მოსაწყინებლად ხორცსა და განსახლებლად სულისა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა
აცდა მარადის დაუყუნითი უკუნისამდე ჩვენი ელისგანი შემოსკუნკულსა თავსა ზედა სასუებასა ცხოვრებისათა სახელითა მამისათა დათვისათა დაწმინდისა სულისათა აცდა მარადის დაუყუნითი უკუნისამდე ზმარის ჩვენი იოსები შემოს კონკურსა თავსა ზედა სასუებისა ცხოვრებისათა სახელითა მამისათა დათვისათა დაწმინდისა სულისათა აცდა მარადის დაუყუნითი უკუნისამდე მაიესე ჩვენი ელისგარიმირებს საბეჭურსა წინდა დიდისა და ანგელოზის ზებრისა სქემისა სამოსლად უხმელებისა და სიმდაბლისა სახელითა მამისათა დათვისათა და მუნდისა სულისათა აცდა მარადის დაუყუნითი უკუნისამდე მაიესე ჩვენი იოსები ჩეჩესა დიდისა და ანგელოზების სქემისა სახელითა მამისათა დათვისათა და მუნდისა სულისათა აცდა მარადის დაუყუნითი უკუნისამდე აცდა მარადის დაუყუნითი უკუნისამდე შვიდობი უფლის ამართილოსო დამკვიდრე უფლის ამართილოსო დაბადებული უფლის ამართილოსო Tata Shemwe Sabieno Sovani Visnu Prisa დიდება შენ და ქრისტე მერთო ჩვენო სასუებო ჩვენო დიდება შენ და მერთმა გაგუთხოთ მერთმა გაგახაროთ და გილოცავთ აი ამ წინვალე დღეს თქვენს ცხოვრებაში ახლად დაბადებას სულიერ დაბადებას რომელზეც ამბობს უფალი რომ ვინც ვარ დაიბადოსო წყლისაგან სულისაგან და ცეცხლისაგან მან ვერ იხილო სათასასწროელი ხორცისგან დაბადებული ხორცი არის უფალი ბრძანავს და სულისგან დაბადებულიო სული არისო აი თქვენ ნამდვილად დაიბადეთ დღეს როგორც ასეთი და თქვენ დაუბრუნდით ზეციურ მამას მერთმა გაგახაროთ და მერთმა დაგლოცოთ რა არის სახელი შენი ძმა ელიზაბეთ მოდი რა არის სახელი შენი ძმა? ზულბერი იოსებ. Ძალიან სახელი შენი. Გაბლოცება ვა.
ეკლესიაში მშვენიერი ხარ კუდით. კუდის დაყურა შეიძლება ყველა ბერისთვის და დაჭირდებებით. კუთი არა გამა? Juris Pagani teatrze niestety zdawało grznowa tylko kuli anonimowa savolida ძალიან ისეთი ხმაურიანად მუშაობა გული ხო მე თემებს თან მივედით ახლოს ხო უკვე ფერზე დაგვარენეს ხო მინდა მეტი ხმაურა ახლა მეტია ნუ ამისი ძალიან მომაგებდა მე თქვა რომ აი შემიძლია მომენტად მე ვერსია რაც ასე ცუდი ადამიანი ვარ და თავი თასმხლები გულში რომ აი კაჩები მუგეშინია თამის პარალელურად და ალბათ რა ვიცი შევიკავე თავი მომდივათ რომ არ მეტირა ხო ეს განსა მქონდა და ვერმირეშვილი კიდე თილას უჯუბოვი გავი და ახლა მამაიოსები როგორც თიხას მომიწევს შევიდება მას ეს იყო განსა მე შეიძლება ჩემი პროფესორს რანაირი განცდა გქონდა ალბათ თვითონ მოგახსენებთ ეს თავიდან საოცრად შედეგი ვიყავი და უშუალოდ უკვე თაწერისწინ აცრენარი ახალობა ვიგრძემინა რაც განცდა და გამოუქლა რომ თითქოს უკვე ამ სოფლიდან გავდივარდა და ერთი აზრი მომივიდა თავში რომ მე აღარ მინდა ამ სოფელში ცხოვრება და უნდა გავიდე ამ სოფლიდან თითქმის ბოლომდე მეყვებოდა ეს აზრი სადაც ეს ყველაფერი გაქრა დაწაბულობა რაღაცა და სამსარის სიმშვიდეები ბრძენი სიმსუბუქები ბრძენი თვითონ უფალებოვნება შედვარ და ჩემგან ისწავლეთო სიმშვიდეო თქვენო რა მადლობა უყურს ყველაფრისათვის მადლობა მეუფეისებს ყველაფრისათვის და როდესაც მეუფესთან წავდეთ რაც იმნაირ სიმსუბუქები გენები ბრძენი იმნაირ სილაღები ბრძენი რომ ემით რა მოუწერელი არის ეს თვითონ ადამიანი თვითონ უნდა განიცადოს მაგრამ ყველა მაინც არ არის მოწოდებული რომ ბერები გახდეს და მონაზვნები გახდეს ყველას თავისი ჯვარი და ყველას თავისი სიმძიმე აქვს ადვერთავი ჩვენი მოვალეობა და დანიშნულება ლოცვა ის რაც დღეს ღვთაებით უფალი შეგვეძლებს ყველაფერს და არ არსებობს არანაირი სიძნელე და არანაირი დაბრკოლება უხელმოება შეგვეძლებს ესენი ყველაფერი მადლობა მაინც ყველაფრისათვის მადლობა მეუფეისებს მადლობა ყველას ვინც მომწანდა ვინც აზრი შეიტანა ოდნავაც კი ჩვენ აღკვეცაში მადლობა Sorry.
შენობა სინანულით გიხობ